ლამაზი? ეს მინდა ასაფენი. აი ეს კაცი დავსვა. აი თქვენ აქ უნდა დავსვათ. აბა, აუცილებლად. ასამშვიდობა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ესეც ჩემი მოფიქრებითაა გაკეთებული. ეს ხელთნაკეთია, ჩიკანკა. და საქართველოს დროშა. ისა, საქართველოს რუკა. რუკა არის. ხო. აი ესეც ეს კამინ, ხო. ბუხარი. გაკეთებულია ჩემი სამეგობრო და საძმაკაცო და ეს საერთოდ ჩემი ხელითაა გაკეთებული. ჩემი ხელით. მოფიქრება და ყველაფერი. შენი ხელით გააკეთეს ყველაფერი. ისე გადავუღეროთ. ეს მოდენი ესე მოფიქრება. ეს დინარეზე ნაპოლია და ესეთი რაღაცა. ბედნიერი ფეხის მოსული. გაგიმართეთ. ერთი ქალიშვილი ერთმა გიმრავლოს და კარგი სწავლა, კარგი ბედი და კარგი ყველაფერი. ამენ. ეს ნახატები. ეს არის ჩემი წინაპრების სურათი. ეს ხეროასლია. დედანი ქუთაისში ვარ. და გამიხუნდა ცოტა ეხა თავიდან 1905 წლის 20 აპრილს არის ეს სურათი გადაღებული. და აი ეს არის ბაბუა ჩემი. მე ბაბუას სახელს ვატარებ. შალვა კირთაცია ეს. ეს კიდე ჩემი დიდი ბაბუა. გაბი კირთაცი. სხვათა შორის ეს 77 წლის იყო ეს რო დაიბადა. 77. ენა დაიბადა სახლობაში. ხო. დაიწყა მიყავდა. ასე რომ პერსპექტივა არის. კიჩამა. დავზადი თქვენ აგერ. ეხლა დასაფლესაც მოვატანიე. ой, кайა, სიცივილი. მე ბუხარი ამიტომ. ერთი გვირგვინი გაკია თავზე და всё. დავზადი. შაი. წამოდი ვიღებ, დაიწყო კამი. წამოდი ჯერ გამოდი. ბაბუა მეცია გადაგიდომდა. Salam, ganz ist დავზადი რა? I had to get a picture of that. It's excellent. And he wants to remember the first Jew who came to Georgia 26 centuries ago, and the first Jew and first Georgian who meet here and hosted in Georgia. იქედან დაწყებული. დღევანდელი დღის ჩათვლით. Beginning from this till today. ვინც ემსახურება ამ დიდ ძმობის საქმეს, ყველას გამარჯვებისა მინდა ვთქვა. ყველას გაუმარჯვებსა. Our relationship, she has everyone who serves this and who makes this strong more closely. დღევანდელი დღეც ამას ემსახურება, ხვალინდელი კონფერენციაც ამას ემსახურება და მე მოხარული ვარ, რომ ბატონ აბრამთან ერთად ისე უდიდესი მხარდაჭერით ჩვენ აგვიზრდებთ ამ ურთიერთობის გამტკიცებაში და ამ ურთიერთობის სიყვარულში. მოდი, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ადრეგზელო იყოს. And that today we are gathering together, it's an example of our people. მართლა ჩვენ ქართველ და ებრაელობას ორი უსაყვარლესი ერი, რომელიც 21-26 საუკუნე მოხდება. ეს პირველი ებრაელობა, როცა პირველი ნებუხადნეცარმა დაანგრია მორიას მთაზე, და წამოვიდნენ პირველი ებრაელები აქ და აქ დაიწყეს ცხეთაში და კასპიში
ცხოვრება. მოდი იმათი ხელმძღვანელობით ჭვერა ქართველ და ებრაელს გაუმარჯოს. ესეთი სიყვარული ხო ულევი ყოფილიყოს. არის იქნება გაგრძელდება და იარსებებს მუდამ. გაუმარჯოს. ბატონო შარვა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აუმარჯოს ბატონო შალვა. უმოშალოს ეს ლამაზი ტრადიცია, რომელიც არსებობს უკვე 26 საუკუნეა და უნდა გაგრძელდეს ალბათ ორიამდენი კიდევ. ღმერთო დალოცე ჩვენი გვარი, ჯილაკი, ფესვი, ვინავართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ. დაგლოცავთ ყველა თქვენთაგანის გულს, ადამიანობას და იმ მეს ვისი გორისახართ და იმ გორს ვარ შეარცხვეთ არასოდეს და მოყვებით თქვენ გვარდაჯილაკს ბოლომდე. ხაიხარი, გაუმარჯოს. ქართველთა და ებრაელთა მეგობრობას, სიყვარულს, წლებით, იარა და საუკუნეებით გამოცდილ ურთიერთობებს გაუმარჯოს. დღევანდელი დღე ამის დასტურია, ხვალინდელი დღე გაგრძელება და კიდე ზეგ ლაილაში ასე რომ წერდება და კიდე მომავალში წინსვლა იქნება. მადლობა ბატონ შალვას და ბატონ აბრამს ამ დიდი საქმის ესე ლამაზად ორგანიზებისთვის და ფინანსში გასაგებად. ლეხაი ოჯახში ამოყვანილი სურგონი. ოჯახში ურთიერთობები არ დაწყებულა 2 და 3 კვირა ვიცით. გაუმარჯოს იმ წელ ურთიერთობებს, რაც ქართველებს და ებრაელებს აქ ჩვენ გვაერთიანებს თავარი ღირებულებები, რომ 2 პატარა ერი თავისუფლებისთვის ვიბრძვით ამდენი საუკუნეა და მერთის ნება რო არ იყოს ჩვენ თავისუფალი ხალხი ვერ ვიქნებით და გაუმარჯოს ჩვენს თავისუფლებას და ბატონო აბრამ გაგიმარჯოთ. ბატონმა შალვა თქვა ერთ აგურსდებთო და აგურს კერდეთ გარეთრო ჭიშკართან. ხვალ აგახვედრა იმ ხელა ხვალდეთ ხვა. და ი აგური არა, ბევრი აგური გამოვა იმისგან და გაუმარჯოს ამ ურთიერთობებს ის სამდენი გაუმარჯოს. სოთი გაგიმართ. ეს გასაგებია და მრიელი შეთავსია. სანდა. მე მინდა აქშება ამ საზოგადოების მინდა ერთი ინფორმაცია მოგაზრდოთ რომ ოთხი წლის ჩასული ვიყავი ისრაელში 1976 წელს როცა ჩამოვაყალიბე ისრაელ საქართველოს მეგობრობის რუსთავის სახელობის საზოგადოება. ნამდვილი მეგობრობას ებრაელებსა და ქართველებს შორის ჩაეყარა საფუძველი სწორედ იმ დღიდან. რუსთავის სახელობის საზოგადოება იმდენი რამ კარგი გააკეთა და თუ დავუმატებთ ამას იმას, რომ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ილია მეორის ცხოვრებულის ჩამოსვლა 81 წელს, 85 წელს, მე შემოხვედრე ილია მეორე ისრაელის თავდაცვის მინისტრ არიკ შარონის მერე გახდა ფსაროვის მეთაური. ვიცი? ზედმეტ სახელად ტანკი, ხო? ჯაზუფსა. უბრალოდ. ხო, სწორად. შემოხვედრე და ესე ჩამსვლელი დიდი გასმერჩი გენერალი არიქ შარონი, რომელიც გაიმარჯვა ფიგურის ომში. კი ბატონო, ვიცი მაგის ისტორია. საუბარი იყო ახლა შეიძლება ამის გამხელა. შევარნაძის ხოლმე დავალებული ილია მეორეს თინდო საუბრა ისრაელსა და საბჭოთა კავშირის შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. გაწყვეტილი იყო კავშირის დიპლომატიური და შემოხვედრა და მაშინ ჩაისახა პირველი ისა, რომ ისრაელსა და საბჭოთა კავშირის შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა. მე შემიძლია ბედნიერი ვიყო კიდე იმით, რომ მე ვიყავ პირველი კაცი, ვინც აფრინდა თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ტელ-ავივში რო გაფრინდა, ეს იყო პირველი რეისი საბჭოთა კავშირიდან ისრაელში. და აღდგენა დიპლომატიური ურთიერთობების ამით დაიწყო და სასაცილო დამოკიდებულება რომ მოვიახლოვდით ტელ-ავივს, იყო თუ-104. თუ-104 მიფრინავთ ხო და ჩავედით მახმადთან რამდენიმე მინისტრი იყო ეს იყო და აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა და რას ხედავთ ეს ტელ-ავივს რომ მივახვდით ორი ისრაელის გამანადგურებელი ერთი მასშტაბი და მეორე მასშტაბი და ეუბნება რომ თუ არ დაეშვი ეხლავე კაგანადგურებთ.
აი მე ბიჭო მე მომვარდები ყველა მე ეს მეგობრობა ისი კავშირის დამყარება ნუ ის მოახერხე პრინავში შოგი დაუკავშირდი მაგდა აღმოჩნდა რომ თურმე საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუტყობინებია თავდაცვის ადმინისტრაცია ანუ აეროპორტის წინ არ შეუტყობინებია რომ ასეთი პრინავი მოდის და უნდა მიიღოს პირიქითისა და მე რო ჩამოვიდეთ ამიტომ ახლა უბრალოდ და მეორე მე გაკეთდა და ბედნიერი ვარ იმით რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანე სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თავის მოღვაწეობა ის არის დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეტანიაჰუ მე ვიზეკი ის გვერდით 2 წლის განმავლობაში 300 კაცი მოუყვანე პარტიაში ხარდასაჭერად და გახდა მთავრობის მეთაური პირველად ჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი მე გახდა მახსოვს ეგეც მერეც ყוטა ქონდა და იმდენად ახლოს ვიყავი ბიბისთან ის ოჯახში წარი ჩემთან აყო იმას არ აქვს რედაქციაში წარი რა ყოფილი და ქონდა ძალიან კარგი ახლო კავშირები რადგან მეთაური ესე იგი დაწყებული და მის შემდეგ ძერდება თემდე ეს არის რა და თუ გიგები დავამბობთ მე მქონდა ძალიან დიდი ბრძოლა იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ გვინდა ქართველებთან ურთიერთობა და მეგობრობა ეს ლაპარაკი მე და შეისწავლეს მაგრამ სახელმწიფოების შორის იყო KGB რუსეთი და იყო ისრაელი იყვნენ მოსწრებები ერთმანეთი მოსადი ხოდა ამ დროს მე მიბარებენ ისრაელის KGB-ში ისრაელის მოსადში უშუალოში ხო შაბათი მიბარებენ და მეცლიანო შენ დადგები და აგვიხსნი ჩვენ ვინ არის ეს რუსთაველი რომ შენ ჩამოაყალიბე ისა მეუთხარი გაგაცნობთ არჩევნას არ არის მეუთხარი ძალიან ახლოს არის იერუსალიმში მეუთხარი არინერულ ასპოზიციანი სუფთა კაცია რას ქვია ნუ აქეთ იგივე რაიდან იცვინა რუსთაველი და ისა და რევოლუციონერი გამოშტერებული რუსთაველი იყო ბასის წინ ეს არის უდიდესი პოეტი რუსთაველის სოფლიოში ცნობილი და თქვენ აქ ზიხარ და გამოდიებას აწარმოებთ ის არის და ვარ ქვია მანდ ეს სახელი და ეს მეგობრობის ამბავი მეცარი როდისმე მომხდარა რომ მეგობრობას რაიმე დაუნგრევია რომ მეგობრობას რაიმე შეუშლია ხელი მე ვთქარი თქვენ დარობებმა იჩხუბეთ რამდენი გინდათ ერთმანეთში ჩვენ ხალხებს გვექნება ერთმანეთთან მეგობრობა ამ მეგობრობას გავუმართოთ ამ სიყვარულს გავუმართოთ რომელიც ჩვენ შორის არის გავუმართოთ უწიწება გამაჩნია განსაკუთრებული, მოფერება გამაჩნია განსაკუთრებული და უკვე სიყვარული გამაჩნია განსაკუთრებული. ზოგადად ადამიანებმა მადლობის თქმა უნდა ვიცოდეთ. ადამიანებმა სიყვარული უნდა ვიცოდეთ და სიკეთის კეთება უნდა ვიცოდეთ. მე როგორც ქართველი, როგორც რექტორიც ამას ვიტყვი. ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები ამ ადამიანს იმ ყველა სიკეთისათვის, რაც მას განსაკუთრებით საქართველოს მიმართ გაუკეთებია და ქართველების მიმართ გაუკეთებია. ურმესი მადლობა ბატონო ავრამ. იმერს გურიაში ამბობენ ძირითადად და ახლა ვიმეორებ ამას. ერთხანს მაინც უნდა იყოთ. ერთხანს, ანუ 100 წელი მაინც. და ერთმა გაგაცლიუროთ, ერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. მე უფალს ხო იმას რომ თქვენ გორჩი კიდე უნდა მესტუმროთ. კაიხარი. სიკეთე ბატონ აბრამს გაუმარ ჯოს გაუმარ ჯოს ლეხაი ადონ აბრამ ლეხაი აილადინ ანეხადინ ლეხაი ადონ აბრამ ყველასთან ბოშ მოვიხდით აცენტრები დაგეცალოს ბატონო აბრამ Everything I say excuse me სლიხა კოლამ ბევაკაშა
რა მინდა რომ თქვა ცხონებული ბაბუა ამბობდა ჩემი რაც არ უნდა ადამიანი იყო ცხოვრებაში და ვინც არ უნდა იყო თანხას გაანებე თავი უბრალოდ კაცი იყავი და ის წონა იყავი რაც ვიყვები შენ წონას და იმ ადამიანობაში მოდი თქვენ წონას და თქვენ შრომას გავუმარჯოს პატივცემულო რაც თქვენი ხრისმოსის შრომეთ დადევით გააკეთეთ და მე ყველა იმაში თავისთავად ყველა მიიღო ცხოვრებაში და ბავშვებთან ბოდიში ატე მე ვანტა მანიამარტიოლო ანი ომერ კახა საბაშელი მია ომერ კოლასმან კახა ლეხაილ კულამ ბამიშკალშილო ლეხაილ კულამ მიანახო ბადერშილო кайხარით გამომარჯოს ურმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას და მე მინდა თქვენი განვლილი გზა კულაში გასწრებული ნანახი ყველაფერი ზედმიწევნით გაგმოეცით ჩვენს მეგობრობას დავროცავ ბედნიერი ვარ რომ თქვენთან ურთიერთობის საშუალება მაქვს თქვენს ოჯახთან უკვე წლებია ჯანმრთელობა გქონდეთ 120 დღე ესაა უმთავრესი და ჩვენ კიდე დიდი გეგმები რაც გვაქვს უფალმა მიგვაღწევინოს იხარეთ ამ თქვენი ლამაზი ოჯახის წევრებით შვილთაშვილებით და თქვენი კარგი სამეგობროთი დღეს აქ ვინცა ვართ ყველანი ბედნიერები ვართ რომ თქვენს გვერდით ვართ და თქვენთან ერთად გავდივართ ამ მნიშვნელოვან მომენტს ისურვებთ ჯანმრთელობას დღეგრძელობას და სულითა და გულით ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ გაგიმარჯოს ბატონო აბრაამ იცოცხლეთ 120 წლამდე და კიდე ბევრი დროა დარჩენილი უშინაც გიყარით დიდი მადლობა მობრძანებისთვის ქართული საქმის კეთებისთვის შოთა საქმის კეთებისთვის და მე სულ ვამბობ რომ ჩვენ ქართველებს ყველაზე დიდი ვინც ყოლია პოლიტიკოსებია მწერლებია თუა დაბადებული ადამიანი ვინც დაბადებულა ეს შოთა რუსთაველი და დავით აღმაშენებელია და ერთი თავს სოლომონის შთამომავლად და მეორე კიდე თქვენთანაა დასაფლავებული და ჩვენი ყველაზე საყვარელი ადამიანი იერუშალაიმშია და ჩვენ ძალიან გვიხარია რომ თქვენ მის ფესვებზე გახართ და ჩვენ ერთი ვართ ჩვენ შოთას და დავითის ქვეყანაში ვცხოვრობთ და მადლობა ყველაფრისთვის თქვენი გავლილი წლებისთვის იმისთვის რასაც აკეთებთ და იცოცხლეთ დიდხანს მეტი ჩვენ არაფერი არ მინდა ამ წუთში თქვა ბატონო აბრაამ დაგლოცავთ მთელი სულითა და გულით ნამდვილად დიდი წვლილი დიდი სიყვარული აქვს ბევრი თქვა და ერთი მიხარია რომ ჩვენ ერთი მიწის ხალხი ვართ ერთი კუთხის ხალხი ვართ აი თქვენ რო ხა კულაში იყავით იქ ახლა ვინც იყო მესულას ვიცნობ ის მონოთხიდან ვარ მე იქაური ვარ გაიხარეთ სულყვილად და სუპარ გათმავალეთ კი შეიძლება ახლა ირაკი შენგელი აქვს სულყვილად და გარი ჯანმრთელა სიხარულით და სიყვარულით იყავით ეს რა თქვენ გააკეთეთ ლამაზი ოქროსასვებითაა ჩაწერილი ისტორიაში და მე მიხარია რომ მე თემური მერაბი ამ ისტორიის მონაწილეები ვარ გახარებული ბედნიერად და ვიყავით უფალი ხარავდეთ და ისურვებთ ჩვენი სამოყვარლო ერთი კახელი დაიბარა მოსალებებმა შენ მშობელი ხარო? არა მშობელი ეს არის შაფშველი ბატონო აბრაამ ჩემი მეუღლე გატრეკძელა კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ოჯახში ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით მოწვიეთ და დარწმუნებული ვარ ეს კიდევ იქნება ჩვენთვის ახალი გზა ჩვენი ურთიერთობებისა ჯანმრთელად იყავით კეთილი გზა გქონდეთ და ჩვენ ყოველთვის ველოდებით საქართველოში ასევე ჩვენც თქვენი მე ჩამოვა ბატონო შევა ურმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ უნდა მოგახსენო ერთი რამ რომ რაც გამიკეთებია ცხოვრებაში ყველაფერი წამდა და იმიტომ ვაკეთებდი ის კი არა რომ მიყვარდა წამდა და სხვანაირად არ გამიგოთ არაერთხელ გამიწირა თავით რომ იცოდეთ კარგი რამის გაკეთება დაკავშირებულია დიდ რისკთან
აბარა სიცოცხლის რისკთან და რაჯერ ყოფნა ასეთი ცხოვრებაში და მაგრამ მაინც გამეკეთებია ის ასწავარი არ და მე მედიერი ვარ ეს რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდა და გაფართოვდა ძალიან გაგიმარჯოთ ყველას და გაგიმარჯოთ მე ახლა ვიძახი შეიძლება დავიდე და ნოსლაბა მიდი ნოსლა დროინდება იყო ნოსლა შეიძლება אני אגיד בעברית ואתה תתרגם, לא? לא, אנגלית? I want, on behalf of all the grandkids and great-grandkids, so here we have 4 generations and 1 household. We want to thank you for this amazing hospitality. We here are grandkids who grew up knowing we're Georgian and being so proud of it, having the best examples of our grandparents. But we also have here our spouses and our children, people who didn't know about Georgian culture, and that's what we are here to do, is also spread that. So thank you so much for hosting us here in this country, in Kutaisi at the university tomorrow, and we're going to spread the word forward. Let me know if you didn't understand any of that. Shoti. Irakli. Emida. Შობლების მოფერების აგრეგზელო თქვა. ჩემი მამიკო აი სოფელში დაიბადა და გაიზარდა. ჩემი დედიკო მარტვილის რაიონის სოფელი ლეხაინდრაოდან იყო. ისინი ჩამოვიდნენ ქუთაისში, შექმნეს ოჯახი და შექმნეს შალვა კირთაზე. ვერ რო ვარ ესეთი პირველ რიგში მათი დამსახურება. სამწუხაროდ დედა ძალიან ადრე გარდაეცვალა. 98 წელს, 1998 წელს დედა იყო 58 წლის. მამა 2011 წელს. მაგრამ ისინი ჩემთვის ყოველთვის ცოცხლები არიან. მოდი, მშობლების გამარჯვებისა იყოს, მშობლების მოფერებისა იყოს, მშობლების ბედნიერებისა იყოს და მე მინდა თქვენი მამის მოგონებისა ვთქვა. ეს რა მითხარით, აი სიტყვების გამო ლაპარაკობთ, რომ ერთმა გაგინათლოთ წასული მშობლები. ერთმა ნათელში იყო. შობელი არასდროს არ ხდება. თავარია შვილმა არ მოგლას შობელი თავისი ქმედებით. და რამდენი ცოცხლად მტარი არის დღეს ამ ქვეყნად მიდახლის და ჩვენი მშობლები, ჩემო მერა, გამარჯვებისა იყოს, ჩემო შოტიკო, ჩემო კარგო კაცო, მშობელს თუ ვეფერებით, მე ჩემ შვილს ვასწავლი, როგორ მომეფეროს მე. ამოდი ამას გავუმარჯოს, ამ ჩათვლის უწოდებას. ყველას ძალიან დიდ პატივს. მოდი დალიბებო, მოდი. აგერ, ჩემო მეუღლის დედიკვარი და მას გავუმარჯოს კიდე. მოდი, შობლის მოფერების და მშობლის გამარჯვებისა იყოს. ყველა შობელს გავუმარჯოს, შობელს გავუმარჯოს. ბატონო აბრა. რაჯი მაგდას. სრულები გვეთაუები ბატონ შალვას. მაჯოს, მადობა. I already did one, but the Ciao, Margaret. You saying you won't clink it till you read it? I already had Sami Chacha already. ორი ტიპის ფესვები. ეს არის ფუნჯა ფესვები, რომელიც მიწაში ხმად არის ჩასული და ეს არის ჰორიზონტალური ფესვები. ეს ფუნჯა ფესვები არის ჩვენი წინაპრები. ხო, ეს ჰორიზონტალური ფესვები არის ჩვენი ბებიები და ბაბუები. ხისტანი არის ჩვენი მშობლები. ხის ტოტები ვართ ჩვენ და ჩვენი მამიშვილები. შტოები არის ჩვენი შვილები და ჩვენი ძმისშვილები და
ჩვენი დიშვილები. ყლორტები არის შვილიშვილები. მოდი ამ ხის მრავალჟამიერი იყოს თითოეულ ჩვენგანში. ამ ჯაჭვეს უწყვეტობას გაუმარჯოს. რასაც შენი წინაპართა კავშირი ჰქვია და შენი შვილიშვილის იმ ნაკვალევზე გაზრდა ჰქვია და იმიდან ლოცვა ჰქვია. მოდი, აი იმის ნათელი მაგალითი ახლა დღეს ეს 4 თაობას ის ახლა აქ ამ სუფრასთან და ეს მინიმუმ 4 თაობა ყოველთვის თითოეულ ჩვენგანის ოჯახში. ამ ყოფოს, ვამყოფოს და ყოველთვის იყოს აი ამ ხის მრავალჟამიერი მარადრო. წვანე იყოს და მარადრო ცოცხალი იყოს. ამ ხეს გაუმარჯოს ჩვენში და ჩვენ გაგვიმარჯოს კიდე გოჩი ამ ხეში. გაიხარეთ. ოღონდ წარმოდგენაში და არა ხეში. გაიხარეთ, გაიმარჯვეთ. ბატონო აბრამ, რამდენი რამ მოგისმენიათ, მაგრამ ასეთი სადღეგრძელო მოგისმენიათ, მითხარით ალალად ეხლა. მამუკა გადათარგმნი? მაშინ ასე დისერტაცია უნდა დაეწოს ამაზე. შენი ხა ებრაულასი არა, ერთმას მოკლედ ვიტყვი. ჩვენი ბავშვობიდან და ქართული ლიტერატურიდან მახსოვს ხმელი წიფელი. ხო, რომელსაც აჯაფშაველას. მიადგებოდა ადამიანი ჭრიდა, მაგრამ ის თავის ნორჩი მეტისვარი იყო. ასეთია ცხოვრება, რა გინდა რო ქნა, მაგრამ იმ ხმელმა წიფელმა თავისი მე და დრო და ჟამი გაიარა, მაგრამ ის თავის მეს და მომავალს იმედისვარი უყურებდა სულა. მოდი, იმედი თუ მოგიშალოს თქმა, ახალი და ახალგაზრდა თაობა თუ მოგიშალოს თქმა და უშვილძიროთ, მე გამოწაიყაროს იმ შენ სადღეგრძელოზე მოდი გაცხრელი სადღეგრძელო კი არა, წიფელი კი არა, უფრო კაი ხევის სადღეგრძელო აბრაამის მუხას დავარქმევდი. აი აგერ ბატონი აბრაამი პატარა მუხასავითაა თავის შვილებში, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და მიშვილებში. პატარა და დიდი. ხო, პატარა. დიდი მუხა. პატარა რა ვა, კაცო. 6000 წლის მეტი არის. 6000 წელზე მეტისაა და ის მუხა. ისი სადაც ჩვენი მამაპაპრების ევროში არის. რედგენზე გაგვატარა სულ დაგვათვალიერა. დიდი მეტიერება ერთ დროს ჩვენ დავბერდებით და ისიც წავიდება და ამ საათზე წაგიგოს. აბა, ასეა. ყველას გამიმოდი. გაიხსენეთ. აი ამ ლამაზ ქვეყანას გაუმარჯოს თავისი ხალხი. თავისი ქართველებით ვიტყვი მე. თავისი ებრაელებით გაუმარჯოს საქართველოს. იმიტომ რომ ყველა ძალიან დიდ პატივს მაგრამ მე ამას სხვა ერზე არ ვიტყვი. ყველა მაპატივს. მაგრამ მე მხოლოდ ამას ებრაელებზე ვიტყვი. იმიტომ რომ სხვას ყველა ჩვენი ჩაკორტნა უნდა, ჩვენი წაგლეჯვა უნდა, ჩვენი შევიწროება უნდა და ასე შემდეგ და ასე რა ჩემო გოჩი ბევრი ლექსები არის ჩემი საყვარელი რა, მაგრამ ახლა ვიტყვი ზურაბ კუხიანიძის ლექს ქუთაისელი პოეტის. მაინც ქუთაისიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს. უძველესი ქალაქი 3000 უკვე 800 წელი ოფიციალურად დავამტკიცეთ ერთი კვირის წინ. ეს გახმოვანდება ჩემმა არქეოლოგებმა ახალი გათხრები გააკეთეს და დამტკიცეს. თბილისი არაფერია. თბილისი შედარება თბილისი არის 1550. ხო, მაქსიმ. როგორ აქ იქი სოგის სული იაშია, სოგის ეშმას კალთაშია, სოგის მეხის გრიალშია, ზოგის დაამცხრალ ღადარშია, სოგის სული ჭიქაშია, სოგის ცინცხალ დუშაშია, სოგის მაცდურ ჭინკაშია, ზოგის ჩორების ფუთაშია, ჩემი სული საქართველოს აჩქარებულ სუნთქვაშია. ამინ. საქართველოს გაუმარჯოს. გამიჭახული, ახლა სტაკა. ქუთაისი არის სოფლიოში. იმდიადი ერის პატივისცემა, რომელიც იმსახურებს ამ საქართველოს არის ჩვენი სულთაგული,
სადაც შობილი ვარ, გავზრდილ ვარ და მისმოლია ის არის ჩემი სამშობლო. სად мама папа მეგოლის იმათი კუბოს პიცარია. ეს არის ჩემი мама კარტეს პრობლემა. კი. და მე ვადერწელები მიწას, მე ვადერწელები მერს, მე ვადერწელები ქვეყანას, სადაც მე დავიბადა. და ეს ჩვენ არასდროს და მოვიწვია სანამ ცოცხალი ვარ და ის სული გვიდგა. საქართველოს ჯერ მარტო იმიტომ რომ დასაბუთებელი ის სუფრის ღირსება და სუფრის ისა. ვერცეთ ერში ვერ იპოვიტაბას. ასად არ არის რომ სუფრაზე დაждებს სადაგზურებით არ მოთქონდა და ასე ესეთი რამე არ არის. არ არის. ეს არის სიყვარული, ეს არის ყველაფერი. საქართველოს არის დაბადებული ეს საქართველოს დაბადებული ადამიანი პოეტი. არც ეს ყველას არ ყავს იმდენი პოეტები, რომელიც აკავშირებს საქართველოს. მომღერლები თვითონ დავიწყოს ხელოვნება უმაღლესი დონის და ყველაფერი. გამომაძოს ბატონო აბრა, მე და თქვენ ვახტანგურად დავიოთ ახლა ეს სასწრაფოს გამოუჩეს ეს დავიწყოს გასასვენებელი არა. ეხლა თავარია კადრები. გაუმარჯოს. ოპა. ამენ. საიხარეთ. ეხლა თავარი სამჯერ იყო ეს აუცილებელი. სამი შოთი, სამი აუცილებელი. საკმარისია? მიცი. დავისროლია ის არის. ჩემი გამომართოს სამშობლოს. ამის ნახე დავიბადე და ღმერთმა სული ჩამიგდა. ეს არის ერთადერთი და ამას ეს არაფერი არ ცვლის ამას, არაფერი არ არის. ეს არის იბადება ადამიანი და სიკვდილამდე ხობა ეს. მოდი გამომართოს. ბატონო შაბა. დედმიერებით ცხოვრება, დედმიერება, სიხარული, არაფერი არ მოშლებოდეს. შვიდობა. ამენ და ამენ. მე და თქვენ ახლა აქედან ვახტანგურად ვერ დავლეთ, მაგრამ მოგდები. ვახსოფელო რა შეგახარდი, რას გვაბრუნებ, რას დეცისა, სადაურცა. სიცაიღან შენეგეთი რამეგჭისო. მაგრამ მერთო გაწირო კაცსა შეგაგარაცეს. მოდი ყველა ჩვენ თვალებს ჩავიხიდოთ, ჩვენ გულებს ჩავიხიდოთ. დილას ის რო დავებათ უბრალოდ სარკისτερო ვიყურებით იმ ყველაფერს გავამოს. აგი მარჯოს. გაიხარით. მარჯოს. გაუმარჯოს ჩვენ ორ სამშობლოს, თქვენ ორ სამშობლოს და ჩვენ ერთ სამშობლოს და გუშინ ბატონ აბრაამს უთხარი გუშინ წინ. რომ ჩვენ ქართველებმა მხოლოდ ებრაელებს დავარქვით ქართველი ებრაელი. ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი, ჩინელი არ არსებობს. იმიტომ კი არა რომ წამოგწდა, იმიტომ დაგარქვით რომ ასე გადავწყვეტ. პასპორტის ასე გვეწედა. კი ბატონო. ჩვენ სანამ პასპორტი გექნებოდათ, მანამდე დაგარქვით. 21 საუკუნე. ჩვენ რო არ ქონდა პასპორტი, მაშინ დაგარქვით. ბატონო შალვა, შოთა, აბდონი შოთა, იცის მართლა დაზუსტებით რას იცახ. იმის და რა ისტორიის ამბავი იცის რა. ბევრი საერთო ადამიანი ყავს ერთმანეთთან და ბატონ აბრაამს უთხარით რომ ქუთაისი ის ქალაქია. ქუთაისი ზოგადად დავითის ქალაქია, მაგრამ მერე საბაქრიაშვილის ქალაქია, მერე იმ ადამიანების ქალაქია, რომელიც ებრაელებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა და უფრო მეტიც საბაქრიაშვილი მოკლეს ებრაელების პატივისცემით. პრობლემა. კი. ასე რომ ჩვენ საერთო ღირებულებით ისე საპატიო სამტრედიელი წოდება რომ ორგანიზებდა ერთმანეთთან დავიწყებულად საფრთხეების და გასახსენებელიც და გაუმარჯოს ჩვენ ერთი ყულაში გაუმარჯოს კიდე რომელიც ყველაზე ეს მიწა წყალი რაც გამიშვა საქართველოს ეს საქართველოს მიწა წყალი შვილია სადი გავიზარდა საფრთხე ადამიანობა შეგისწავლე და თქვენი ლამაზი ასე ვთქვათ სამშობლოსთვის წინსვლის წარმატებების მომტანი ყოფილიყოს მომავალში ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები
ქართულ ებრაული ურთიერთობები მართლა გამონაკლისია თანამდებობით უკვე შეგვიძლია ამის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და მოდი ყველა იმ ადამიანს გავუმარჯოს ვინც ამ ყველაფერს პირნათლად ემსახურება და თავისი ოდნავ პატარა წვლილი შეაქვს კონფუცის ნათქვამია სიბნელის წყევლას ჯობია ერთი პატარა სანთელი დაანთო და ვიღაცას გაუნათო გონებაო და ჩვენი ცენტრის გახსნით ასე მგონია ახალ მეგობრებს შევიძენთ და ახალ ურთიერთობებზე გადავალთ. აბა გაუმარჯოს საქართველოს და ისრაელს. ამენ. გავარჯამოთ ლეხაე. აუმარჯოს, ნამდვილად. მიხარია რომ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოდით ასე ვთქვათ საქართველო ისრაელთან ერთად მოდის ერთი ლამაზი მე ისრაელის სატრიცხოს ეხა ცალკე ვარ. ცალკე იყვი? აი, მოდის საქართველოს გაუმარჯოს. ჩემი აზრი უნდა ჩავდვა. ერთის თხოვის მიზნით იყო ასეთი მუხლი. აი, ცხოველები ხარ თუ ქართველებიო, ქალის მოტაცება უცოლის თხოვის მიზნით რას ნიშნავს? მეუთხარი რუის ურნისის სამართლის წიგნი რო იყო, თქვენთან მეუთხარი თხა სასამართლებთან. ხავით აღმაშენე. ოჯახ შენგელია ჩაგეთვალა, მომეთვალა ფრიად. მართლა ასე იყო. და მაგაზე კაი სხვა აბავია. კიდე ძეგლის დება, ძეგლის წერა. ჩვენ რო გქონდა სულ არის ოდან მაგალმა რა იყო სახელმწიფო. გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს. 324 წელს რო შემოვიდა ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი რელიგია და ქრისტიანობა რო შემოვიდა 324-326 ასეთ თვლიან. 326-ია ოფიციალურად. კი, 24-ში შემოვიდა. მეგრობის სკოლაში ცოლოდ 326 იყო. გაუმარჯოს. ახლა თანდათან გაუმარჯოს. ბატონო ისუ პროჯექტო და გამოვიდა კაკიჩმენკე. რომელიც ფოტოშორის ხონში სწავლობდა. ისე იყო გურული. და ხონის გიმნაზია მაშინ ძალიან ცნობილი იყო და მან სწავლობდა და ნუ მე განათლება მიიღო კიდე რა თქმა უნდა ეგ იყო მეორე ან სათათბიროს депутаты საქართველოსთან და მან გასცა ესეთი პასუხი. Когда ваши предки в лесу бродили, наши Евангелии переводили. აუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს. ბავშვობა რუსულია. გადაუთარგმნე მამუკა. შენ მიმაგრებული ყავხარ ახლა, ხო დესანტინი. საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს. საქართველოს მართლა დიდებული ქვეყანა, დიდებული ხია. მაგრამ უბედურება გვჭირს, ხანდახან ქართველებს ადგილზე ბევრს ვერ ვაფასებ. ამიტომ სანდრო ახმეტელს თავის დროზე ნათქვამი ჩემი უფლება რო იყოსო, ყველა ქართველს გავასახლებდიო საქართველოსთან. და გარკვეული პერიოდის მერე მივცემდი დაბრუნების საშუალებას, რომ კარგად საცხოვროს და იცოდეს ის საცხოვროს და რა ქვეყნიშვილია. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის ახალ შეგადე პატარა ნაჭერი მოხდა, შე დიდი ნაჭერი თავის დაიწყო. ურთიერთობის ახალ ეტაპზე აყვანა ძალიან კარგია რა თქმა უნდა. მეორე ნახევარი კი. ეს ურთიერთობა დიდი ხანია მოდის. რა თქმა უნდა, არ არის ახალი იუმორში, როდესაც 70-იან 80-იან წლებში ებრაელებს მოუწიათ დააბრუნება მაშინ ბევრი წავიდა რა თქმა უნდა, მაგრამ გულისხმეტა იყო ძალიან დიდი და დამოკიდებულებას და ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ დღემდე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ენა მაინც შენარჩუნებული აქვს უმრავლესობას, რა თქმა უნდა. ერთმა ჩვენ ქვეყანას მადლი არ მოუშალოს. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს და ისრაელს ვიტყვიოთ. ახლავე! იმათო. ახლავე, ჩემო ძმაო. როგორ არის? ბატონო აბრამ. დამისხი დამანდევინე, ღვინო ეგოხერტიალი, ეგების წაღმა გავიგო, სოფლის უკუპმა ტრიალი, ეგება გულის ვარამი, ჩავლამაკ ჯიქვის ვანშია, პატინ დამიდგეს ლამაზი ჟროლა მავგვაროს ვანშია, დეზივკრა, ჩემსა ლურჯასა, გადავერიო ვანშია, თქვენთან წაღლურად სიცოცხლეს, სიკვდილი მიჯობს დაშია. თქვენ ისტორია თუ იცით, როგორ დაიწერა ეს ლექსი? არა, ესე იგი, ბატონო აბრამ,
ეს ლექსი მომისმენე შენგო და ისტორიას ხო ვაჟა ანუ ამ ისტორიას სამ ლექსის გაახსოვანებასთან დაკავშირებით. ვაჟა ჩამოვიდა თბილისში და ჩამოიტანა ნანადირები ტყავები. ჩამოუტანია დათვის ტყავი, ჩამოუტანია მელიების ტყავი და ჩამოუტანია მგლის ტყავები. რომ მერე გაეკიდა ეს და ეკიდა ოჯახისთვის რაღაცები და წასულიყო სოფელში თავისთან. პირველიო დათვის ტყავიო გაკიდაო. მერე ეგრევე მელიების ტყავი გაკიდაო. გლის ტყავებს გაკიდვა ცოტა გაუჭირდაო, მაგრამ მაინც გაკიდაო. მერე წავიდაო და ბავშვებისთვის ტყაპუჭების ყიდვა უნდოდაო და როდესაც მივიდაო და უნდა ეკიდაო, ჩაიყო ჯიბეში ხელიო და ფული მოპარული დარჩა და გადაირია კაცი შეწუხდა თურმე ძალიან და ხევანდელი მშრალი ხიდი რო არის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ის ბაზრობა ესაც არის აგერ შოთი გოგშილისა ხშირად სწორობს და იქ ყარსე ემსადებოდა თითქოს გადახტომაც წყალში თავის დაბჭობის სულიც ქონია კაცენი და ამ დროს გამოიარა მისმა მეგობარმა და შეხედა ვაჟას და ვაჟა რა დაგემართაო და აი ესე მოხდაო და ვაჟა მაგას არაფერი არ ეშველო წამოეხა დუქაში დავლიოთ და მოგეფერებით და აუპურდეთ და ერთმანეთს მოგეფეროთ ამ გულმოსულობაზე და ამ თავის თავზე გულდაწყვეტილობაზე ვაჟამ თანხმობა მისცა და წავიდა ეგრევე და გაჰყვა და ორთა ჭალაში ჩავიდნენ ერთ დუქანში და იქ სუფრა როდესაც დაიწყო და ვაჟას ამ მთელი დღეს ფეხით ნასიარულებს და აი ამ თავის თავზე გულმოსულობაზე მოეკიდა უფრო სასმელი და მერე თქვა ეს ლექსი წამოდგა და თქვა ეს ლექსი და ამ დროს მოდის ერთი ახალგაზრდა და ოდიშიო მე თქვენ ვიღაც ვაჭარი მეგონეთო შემეშალაო თქვენი თანხა აგერარიო და დაუბრუნაო პოეზია უპირველეს ყოვლისა შენთან ვარ ჩემო ძმაო ალავერიც მე მინდა ისრაელის სადღეგრძელო თქვა ქვეყნის რომელიც პირადად ჩემთვის ქვეყნობის ეტალონია ჩემთვის ამერიკა არ არსებობს ჩემთვის პირველი არის ისრაელი ამერიკა სადღაც 77-ე თუ იქნება დიდი ბოდიშია ამერიკასთან ამას რომ ვაბობ მაგრამ აუმარჯოს იმერს რომელიც იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისათვის იცავს აღწევს და იმარჯვებს და იმარჯვებს ღმერთმა გაამარჯვებია იქაში პირველი ისრაელი და მეორე საქართველო და არა ჩემი სადარა ამერიკა შექმნეს ბატონიშალვა ახლა მე რატომ ეგეთ მეუბნები მაგას ბიჭო გაანები მე რასაც ვამბობ იმას გაუმარჯოს ისრაელს გაუმარჯოს შალომ ისრაელ ისრაელ ხაი გაუმარჯოს ნამდვილად ისრაელს ქართველი ებრაელებისათვის ცოტა ზნელად გასარჩევია ხანდახან რომელია პირველი საქართველო თუ ისრაელი თუ საქართველო და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ამ სიყვარულისათვის და დაფასებისათვის იმიტომ რომ ერთი ისრაელი არის ქვეყანა რომელმაც თქვენი ჯიში ჯილაგი და წარმომავლობა შექმნა რა თქმა უნდა და საქართველოა სამშობლო რომელმაც თქვენ შეგინარჩუნებთ ეს თვითმფრინავობა ჯიში ჯილაგი ტრადიცია ენაც და ყველაფერი გადაღებული აიხარეთ ისრაელს გაუმარჯოს რავიცი ახლა როდესაც იერუსალიმში მოხდები ადამიანი ალბათ იქ უკვე ცხოვრებაზე სხვანაირი წარმოდგენა ექნება თავიდან ბოლომდე ჩვენ იერუსალიმს ვამბობთ იერუშალაიმს ვამბობთ იერუშალაიმ აუმარჯოს კი და მე რო ვკითხო მაგალითად იცი რამდენს ვიტო ებრაელს იერუსალიმია დედაქალაქი თელ-ავივია მოხარ დედაქალაქი კაცო
არა, უკვე იერუსალიმია, უკვე ერთი წელია. ყოველთვის იერუსალიმი. არა, მაგრამ იურიდიულად ორი წელი იერუსალიმი. ხო, მაგას ვამბობდა, ერთადერთი საერთო ამერიკულ მასშტაბებმა გადაიტანა საერთო იერუსალიმი. ნიშნული რა. გაიხარეთ და კარგად სარდებებებს მე გადალოცვილი გავყოფოთ და დღეს სამშობლოს გავუყარეთ. ამინ. შვიდობას გისურვებთ პირველი ქირას. ყველაზე აუცილებელი. ბატონო შაბა 1000-ზე მეტი ექსკურსია გავაკეთეთ იერუსალიმში უსწავლელი საზოგადოების სახელით. ყველა 1000-ზე ჯერ ვიყავით ტურისტ მონასტერში და იქ ესე იგი მოყვავდა ყველა ხარცელი ტურისტი, ყველა ებრაელი ტურისტი, ვინც ჩამოვიდა საქართველოსთან ისრაელში, რომ მათთვის მენახებინა Там მამამისი იყო ლაპარაკი იმაზეც რომ თამარ მეფეს ციგარი დასაფლავებული ის მონასტერში და იყო ასე წარმოდგენა ისეული არ არის მაგრამ იპოთეზა არსებობდა ასე ამ პატარა ისრაელს და აუმარჯოს იერუსალიმს და ისრაელს გაუმარჯოს იმიტომ რომ ეს არის ტანჯული ხალხი. არა არის იგი ამით ჩამინდა 1000-ერი დუქჭი. დაბადებული თემურლენგიდან, მონგოლებიდან, სპარსებიდან, თურქებიდან, არაბებიდან ხონში მუშაობს და ხონში საქმე. შაქარპრიცი შაქარი და ხოდიში. 1000 ჯურის მამაძანის. აბარა. შემოთევს ყველა ერთად გადავიტანებ და მან გაგვაერთენ აღიცით რა არის ჭირი ადამიანებს აახლოებს. Jeśli tam przyjdzie to kona, a my to my, ja tam Izrael, tam Zakartelo zrobił. Suler, czy trudno wygląda to problemy. Aki marciot. მაგალითად ორი წმინდა მიწამაგი, ერთი ქუთაისია და მეორე იერუსალიმი. თბილისია, ხო? თბილისია. მე ქუთაისზე წინ ვერავის ვერ დავაყენე. მე ვასება, შოთი. შენ მიცხვენია ძაირი, რომელიც ქუთაისამდე არ მიდის, რა თქმა უნდა. და საქართველოში ქუთაისზე ლადავი. ნამდვილი საქართველოში იყო სწორედ ქუთაისი. ბელი სუფრის ერთდროულად. მე მინდა პირველ რიგში ყველა ჩემი სტუმრის საძირკველო თქვა. ღმერთმა გაუმარჯოს. ჩვენ ლამას სტუმრებს, ლამაზი გულით მოსულებს და დიდი სიყვარულის მომტანებს. კიდევ ერთხელ ბატონი აბრამის თამადობით ყველას მადლობას მოგახსენებთ. ყველას ღმერთმა გაგიმარჯოთ, ღმერთმა გაგაცლიოდოთ. თქვენ იცოდეთ, რომ ჩვენ ოჯახს თქვენ უდიდესი სიხარული მოანიჭეთ თქვენი სტუმრებით და ეს მე მიხარია პირველ რიგში. მე თუ მიხარია, ჩემ ოჯახს უხარია, ესეც არის და ყველას მოგეფერებთ. ძალიან დიდ მადლობას. მე ჩემ გოჩა ბაკურაძეს მოვეფერები, ასევე ჩემ ძმას და მეგობარს, ჩვენ სტუმარს მოვეფერები, ჩემ სეფოს მოვეფერები. ჩემი სეფიაშეს, ჩემ ერაბის მოვეფერები, ჩემ შენგოს ირაკლი შენგელიას მოვეფერები. შენგო, ყველას მოგეფერებით, ყველას და მადლობა და მადლობა. უფალი იყოს ჩვენთან, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და ყოველთვის სიკეთეს გაემარჯვებიოს ბოროტებაზე, ყოველთვის სიყვარულს გაემარჯვებიოს სიძულვილზე და იყოთ ერთად, იმისთვის რომ ერთმანეთს სიყვარული ვაჩუქოთ. უგმესი მადლობა ყველას. გაუმარჯოს, ნამდვილად. უგმესი მადლობა ბატონ შარვას. სტუმართ მასპინძლობის მადლი ბატონ შარვას. ამინ, ასეთი რომ მასპინძლობის ასეთი ბატონ შარვას და მის მეუღლეს უღმესი მადლობა. გაუმარჯოს. ლეხაიმ მეგობრებო. უღმესი მადლობა. შემოსული იყოს ყველა შემოსული იყოს კარგი გულით, კარგი ბრალს და დაეტოვებინოს მშვიდობა, ბედნიერება და სიხარული ოჯახში. ამენ.
მეგობრებო, აგერა ბატონ შალვას მის მეუღლესთან ერთად. ალბატონოლარი. უღმესი მადლობა ამისთან არქისტვის, ამისთან მართლა ბედნიერი შალვა ბიჭო იდენიცის ბატონო შალვა აგერა ყველა ხალხი და ყველა ჩამეწეროს გეუბნები აგერა ყველაფერი ხო ჩამობძანდით საქართველოში ჩიტივით შემოფრინდებით ჩიტივით გამოფრინდებით მე არ შემიძლია ამ სოფლის დასწავლეთ. ყველაფერი ზაზას ხოეთ, რადგან ამ დაწინაურებას მოგვიდი ალბათ იცით რა არის მე იმ დეტალს გავუმართოს რომელიც ოჯახის სიწმინდეს ამ სუპრას რო ინახავს და აკეთებს ასეთ რამეს კალმატოს გალიბებო უბესი მადლობა თქვენი კირიმე რაც თქვენი იშრობეთ და გააკეთეთ ეს არის დიდი ბედნიერება ოჯახი ამის პასტე ამაკაცები ჩვენ ვართ სტუმრები ჩვენ შეგვიძლია სადგიზულები ავიღოთ გავაკეთეთ საქმე დაგეძებენ ხალხი თქვენ გაგიმოდით ბურჯები თქვენ ხართ ოჯახი თქვენ ხართ კაც ოჯახი მაშინ ყავს თუ კაი მეუღლე ყავს თქვენი ოჯახი არსებობს ესე იგი თუ შენ გაქვს სახლი ყავს მეუღლე თუ ყავს მეუღლე გაქვს სახლი თორა ჩვენ მამაკაცები ვართ მეუღლე ყავს სახლი რაგინა გას თქვენ გაგიმართეთ მე პრობლემა ვისურვებდი რომ მე გიხსებოდეს რომ კიდევ ერთხელ გესტუმროთ თქვენ და ჩვენთან თქვენ მოგზაურობთ და ესეთივე სიყვარული გამოგვიხატოს ჩვენს თქვენდავი იწოცნეთ იძეგძელეთ ღმერთმა თქვენ ნახელავს ყოველთვის მისცეს ის სიმტკიცე და სიხარული როგორც თქვენ მოგიტანეთ ჩვენ დიდად თქმა ყოფილები თელ ჩემი შვილმამაულის მეერთან ერთად იქამდე ხუთი ბავშვი აბა დაგიბარეთ ბრავო გავმართოთ გაიხარე იცოცხლე